ლუკაშენკა რასაკვირველია მონა. ლუკაშენკა პუტინის მონა. უნდა ახსნათ კარგად. ბელარუსში არ არსებობს არც ერთი უწყება, სახელმწიფო უწყებები იგულწყება ცხადია, რომელშიც ინფილტრირებული არ არიან რუსეთის FSB-ს აგენტები, FSB-ს, რუსეთს, კრემლს, პუტინს, არ ვიცი. ხო, იმპერიას ექვემდებარება პრაქტიკულად ყველაფერი. და ყველა პოლიტიკას, ყველა უწყებაში პოლიტიკას განსაზღვრავს რასაკვირველია მოსკოვი. აი, მე მყავს ერთი ნაცნობი ბელარუსელი, რომელიც მუშაობს მინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბოლო 3-4-5 წელიწადია ვერც მელაპარაკება. მე ვთხოვე 1-2 კომენტარის გაკეთება ერთ მნიშვნელოვან თუ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე და შემომითვალა, აი ავსტრიაში დაუკავშირდა საკუთარ მეგობარს, ის დაუკავშირდა მე კიდე სადღაც გერმანიაში იმ მეგობარს უკაცრავად ესე ჩერეს შემომითვალა, რომ აპატიეთ, იზვინიტეო, ვერავით არ შემთხვევაში, ვერასდიდებით, ვერაფრით, ვერაფერზე, ვერასოდეს დაველაპარაკე მე ქართველს. აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, ეს ქართველი როგორია, სულ ბიზნესისტი ყოფილიყავი მე, მასაც კი ვერ დაველაპარაკები იმ საკითხებზე ყოველ შემთხვევაში, რაზეც უნდა მამ ქართველს ჩემთან საუბარიო. ლუკაშენკა მონა ვერც ერთ დამოუკიდებელ ნაბიჯს ვერ დგამს, ვერ დგამდა და ვერ დგამს. ვით უფრო ვერ გადადგამს თუ ვერ დგამს ანტირუსულ, ანტირუსეთულ ნაბიჯებს. იმიტომ რომ იცის შესანიშნავად გაბრაზდება ის ქაღალდის ვეფხვი, ბუნკერის ლომი თუ ბუნკერის ვეფხვი თუ ბუნკერის დათვი თუ მოკლედ ვალდაიში ბუნკერებში ჩამარხული სული მოკლე კაცი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი და ვინც ის და როგორ რუსული სიტყვა არ ვთქვა ახლა ატამის ცით, ანუ როგორ იძიებს შურს. აი მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი უკავშირდებოდა ლუკაშენკას და სთხოვდა რომ პოლიტპატიმრები, რომლებიც ყავს გაუშვიო, ლუკაშენკამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვერ მიიღო. ის ყოველში გლობალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პუტინს დაუკავშირდა, პუტინს შეუთანხმდა და პუტინმა უთხრა დაბრో, მას გაძლევ ამის უფლებას და შესაბამისად ლუკაშენკამ მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება გაანთავისუფლა პოლიტიკური ტუსაღები, ტყვეები. მაგრამ შიში მეგობრებო, როგორც ასეთი არის ოხერი. და ეს არაადეკვატური არა, სოდასო ადეკვატური ლუკაშენკა კაცი, მაგრამ მეორეს მხრივ დამონებული, დაჩმორებული, გაუბედურებული, დამოუკიდებელ საშინაო პოლიტიკასაც რომ ვერ აწარმოებს. ეს ლუკაშენკა დაშინებულია, სწორედაც რომ გავოცდი, როდესაც გავეცანი მის ბოლო მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს ურთიერთობა უკრაინასა და ბელარუსს შორის, არ არის ეს თლად ზუსტი შეფასება. მოკლედ ამ სიტყვებს, ამ წინადადებებს როცა გავეცანი. ჭყალი გაიხსნა. ჩვენ გვესმის და ამიტომაც არ გვინდა ომი, ამბობს ლუკაშენკა. რომ ბელარუსის სამხედრო თვალსაჩინო ძალიან მოწყვლადია. ეს ის კაცი არ არის, ცოტა ხნის წინ რო იმუქრებოდა надо воевать с Белоруссией, мы если мы конфетка თუ რა პატარა ქვეყანა არა ვართ, ძლიერი ქვეყანა ვართ, ჩვენ თუ დაჩავერთვით ამ ომში, დედას გიტირებთ განგანადგურებთ. ამას ხო ამბობდა, მე ხო არ მეშლება ბელარუსელებს, ჩვენს იმ ჩემს ნაცნობსაც ხომ არ ეშლება. სამხედრო თვალსაჩინო ძალიან მოწყვლადიაო ბელარუსიო. თუ უკრაინა დაიწყებს ბელარუსზე ისეთივე თავდასხმებს, როგორცაც რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებს, ჩვენ მოწყვლადი სახელმწიფო ვართ, რასაკვირველია. უკრაინელი სამხედროებისათვის ბელარუსი ხელის გულზეა. წარმოიდგინეთ, ლაპარაკობთ უკრაინის ჩრდილოეთზე, უკრაინის სამხედრო ძალები მაინც სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ არიან კონცენტრირებულები და რასაკვირველია დაცულია უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილი, მაგრამ მაინც ასე განსაკუთრებული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალები
უფრო სამხრეთ აღმოსავლეთისკენ არიან მიმართული უკრაინელების. უკრაინელი სამხედროებისათვის ბელარუსი ხელის გულზეა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ძირითადი ობიექტები, საწარმოო და ლოჯისტიკური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. ლუკაშენკა შეშინებული ეს ბაჭკა კაცი საწყალი. როგორც მათ განაცხადეს, ან უკრაინელებს განუცხადებიან და განაცხადეს მართლაც. ბელარუსის ტერიტორიაზე მათ უკვე 500 ისეთი სამიზნე აქვთ მონიშნული 500. ასეთი სამიზნე აქვთ მონიშნული უკაცრავად. უპირველეს ყოვლისა რუსეთისთვის და ბუნებრივია ჩვენთვისაც ბელარუსის ტერიტორიიდან კიევზე თავდასხმის შემთხვევაში ფრონტი ბელარუს-უკრაინის საზღვრის ხარჯზე 1500 კილომეტრით გაიზრდება. ომის ამჟამინდელი მიმდინარეობის პირობებში ჩვენ და რუსები ამ მონაკვეთის დაცვის უზრუნველყოფას უბრალოდ ვერ შევძლებთ. რუსეთთან ერთადაც კიო ჩვენო ვერ შევძლებთ 1500 კილომეტრიაო და ამ საზღვრის ამ მონაკვეთის დაცვასო ამბობს კაცი, რომელიც საკუთარ თავს ძლევამოსილად წარმოაჩენდა და მანამდე იმუქრებოდა, რომ ეო ჩვენ თუ ჩავერთვეთ ომშიო, უკრაინას დაერხა, დაერხევა ამ შემთხვევაში. საინტერესო ამბავია, ხო? ეხლა რატომ მოხდა ეს? რამ დააფრთხო შეაშინა ალექსანდრ ლუკაშენკა ბაჭკა კაცი ასე? რატომ აკანკალდა ბელარუსის ლიდერი, რომელიც ნაბიჯსაც კი ვერ დგამს პუტინის გარეშე, ერთ სიტყვასაც კი ვერ ამბობს პუტინის გარეშე. 26 მაისს, ანუ არასრული ერთი თვის წინ, უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა უცნობილესმა და უმაგრესმა რობერტ ბროვდმა, ანუ მადიარ ბროვდმა, ასე სჯობს წარმოთქმა, ლუკაშენკას მიმართა, უკრაინელმა სამხედრო კაცმა, გმირმა კაცმა და უთხრა შემდეგი რამ, თქვა შემდეგი რამ. პირველი 500 სამიზნე ბაჭკა ლუკაშენკამ, ჩვენ უკვე ფანქრით გვაქვს მონიშნული, წერტილები გვაქვს დასმული აქ, იქ და 500 ჯერ ვერ გავაკეთებ ეხლა თქვენის ნებართვით. 500 წერტილი გვაქვს მონიშნული, ბიცოთ 500 ინგლისური არ ამგონია იცოდეს ლუკაშენკამ რამ ხო 500 პრინციპში ამას კი მიხვდებოდა, ანუ თარგმნიდნენ საწყალს. უფასო და ძალიან პრაქტიკული რჩევაა ჩემი. ნუ გაეჩხირებით თვალში უკრაინას. ანუ ნუ შეგვაწუხებთ, ნუ გაგვაჯავრებთ, ნუ იქნებით არაადეკვატურები. ცოტა დაყენდით, ცოტა ტონს დაუწიეთ, ცოტა თხილად ილაპარაკეთ. ბელარუსის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა იმ სიტყვების გამო, ესეც აღსანიშნავია, რომელიც მან ლუკაშენკამ ზელენსკის მისამართით 26 წლის მაისის ბოლოს თქვა. აი, ხსენებული მადიარის განცხადება სწორედ ლუკაშენკას პირველ განცხადებას უკავშირდება. რა უთხრა ლუკაშენკამ, რა თქვა ლუკაშენკამ ზელენსკის თაობაზე? მან თქვა 2026 წლის მაისის ბოლოს განცხადება ეხებოდა ბელარუსის ტერიტორიიდან შესაძლო დარტყმების მომზადებას. ლუკაშენკამ ამ სიტყვებს, ზელენსკის ამ სიტყვებს ლაყბობა უწოდა და მერე გააგრძელა. მან რაღაც მოწია და სადღაც მოწია. სადღაც გაიკეთა და განცხადებების კეთებას იწყებს. მე ის, ანუ ლუკაშენკას ზელენსკი მეწოდება. უკვე შემდგომ, უკან დახეული, პუტინისაგან მიჩმორებული სულ, პუტინს ყველა განცხადებას და ყველა ამოსულ თქმას რომ უთანხმებს იმ ლუკაშენკამ თქვა ეს. ბრჭყალი გაიხსნა. თუ ვლადიმერ ალექსა, ძალიან მნიშვნელოვანია მამის სახელითაც მოხსენიება ზელენსკისა. ანუ თუ პრეზიდენტ ზელენსკის კი არა, ხეთ
თუ ვლადიმერ ალექსანდრეს ძეს, ხო, ვლადიმერ ალექსანდროვიჩ ზელენსკის ეს ყველაფერი ეწყინა. მე დიდ ბოდიშს ვუხდი მას იმ სიტყვების გამო. შეიძლება არც უნდა მეთქვა იმის გათვალისწინებით, რომ ის მაინც ომობს. შეიძლება არც უნდა მელაპარაკა ასე მკვეთრად ამის შესახებ. მით უმეტეს მას მშვენივრად ესმის. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ბელარუსის მხრიდან და განსაკუთრებით ჩემი მხრიდან რაიმე სამხედრო, ანუ გამიჯნა საკუთარი თავი პუტინმა შეიძლება დაიწყოს კიდეც რომ მე არ მეხება ეს რო იცოდეთო. ბელარუსს ეს არ ეხებაო. ბელარუსის და ჩემი მხრიდან ეს ყველაფერი არ მოხდებაო. მე არ დამაბრალოთო. ნი ვინავატია. საწყალი. მესამე წარმოვთქვი ეს აღმომხდა ეს. რაიმე სამხედრო მოქმედებს არ უნდა ელოდოს ზელენსკი ბელარუსის და ჩემი მხრიდან. ომის პირველი დღეებიდან მე მას მოლაპარაკებების გზებს დავაზობდი მშვიდობისაკენ მიმავალ გზებს. რატომ თქვი ეს ყველაფერი? ყველაფერთან ერთად გარდა იმისა, რომ ახალი ამბავია, ბელარუსის ლიდერი გიბოდიშებთ და სუნგაშევ სუნი დააყენა. ბოდიში, ჩაიკუკა. ხო, ასე რომ ამბობენ ხოლმე. გარდა ამისა, მე ვთქვი ეს იმიტომ, რომ ვიკითხო და დავსვა ასე კითხვა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ ბიზინა ივანიშვილი, რომელიღაც ეტაპზე დაემსგავსება, ხომ არ დაემსგავსება ალექსანდრ ლუკაშენკას. ისიც ხომ არ დაშინდება, უფრო მძიმე სიტყვას არ წარმოვთქვა თქვენის ნებართვით. ისიც ხომ არ შეუთვლის მომავალში გამარჯვებულ ზელენსკის, რომ გვაპატიეთ, ჩვენ სულაც არ გვინდოდა თქვენთვის ცუდიო, არაფერს ვაკეთებდით თქვენს საწინააღმდეგოდო. ბევრი ამას ვარაუდობს. დადგება დრო და ბიზინა ივანიშვილის მიბოყდება ზელენსკისთან და ბოდიშს მოუხდისო. თქვენის ნებართვით მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს. ამასთან დაკავშირებით მე არ ვფიქრობ, რომ ბიზინა ივანიშვილი ოდესმე ეცდება ზელენსკისთან ურთიერთობის დათმობას და ეთქვის შეუთვლის ზელენსკის ან მიმართავს ზელენსკის, რომ ხო მე ვწდებოდი და გემუდარები ახლა შეურიგდეთო. მოკლედ ლუკაშენკასაგან განსხვავებით ის ასე რომ ამბობენ ხოლმე სუნს ჩემი აზრით არ დააყენებს. იმიტომ კი არა რომ გულადია, არა? არამედ იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილს ლუკაშენკასაგან განსხვავებით ჩემი ფიქრითა და აზროვნებით რაციონალური აზროვნების უნარი არ შერჩენია. ლუკაშენკას მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ საკითხში ვინც ის და ბიზინა ივანიშვილზე უარესიც კია, აქვს ერთი თვისება. ის ადეკვატურია გარკვეულ შემთხვევებში, იშვიათად თუნდაც, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში მაინც. აი, ბიზინა გრიგოლიჩი ადეკვატური არ არის და თავარია პატივმოყვარე და თავკერძა არც ლუკაშენკას აკლიაო ბევრ თქვენგანი მეთქვის. გეთახმებით არ აკლია. მაგრამ ლუკაშენკა მაინც საკუთარი სახელმწიფო ქვეყნის პატრიოტია. ბიზინა სახელმწიფო ქვეყნის პატრიოტი არ არის. ბიზინა მამული სამშობლოს ჭყალებში პატრიოტია. ლუკაშენკას აი ამ არამისასალმებელ კაცს მაინც უნდა რომ ბელარუსი როგორც ასეთი იმ საზღვრებში გადარჩეს, სასაზღვრებში ის არის. კი, მიეტენოს რუსეთს, იყოს რუსეთთან ოდიში ერთად, მაგრამ მაინც დამოუკიდებლობის ნასახი მაინც შეინარჩუნოს. ბიზინასთვის ეს დამოუკიდებლობის ნასახი, როგორც ასეთი, მეხუთე ხარისხოვანია. ბიზინა
კიდევ გარდა ამისა, ფულზე ორიენტირებული კაცია. ლუკაშენკა ფულზე ორიენტირებული კაცი არ არის. ამიტომ მე არ მგონია, რომ რომელიღაც ეტაპზე ეს თავკერძა კაცი ბიზინა ივანიშვილი ისეთივე იქნება, როგორც ახლა აღმოჩნდა, რომ არის ლუკაშენკა. არ მოვა დრო, როდესაც ფორთხვით და ბოდიშებით მიეკედლება თუ მივა ივანიშვილი ზელენსკისთან. და ეხლა ერთ უცნაურ წინადადებას წარმოვთქვამთ. მით უარესი არა მხოლოდ ჩვენთვის უარესი დასაკვირველია, მაგრამ ასევე უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისთვისაც. რაც უფრო გაჯი უტდება ბიზინა ივანიშვილი, მით უფრო ულმობელი იქნება ისტორია. მით უფრო ულმობელი იქნება არაპირდაპირი მნიშვნელობით ზეაღმართული მახვილი. მით უფრო მძიმედ შემოეჭირება მას ისრის გარშემო ყულფი თუ მარყუჟი. ხოლო ლუკაშენკა აკი გითხარით რა ქვია ამას? უკაცრავად ჩაი ყუკა